11 ივლისის სავსე მთვარეობა, რომელიც დადებითი ასპექტით გადის მარსთან და მთვარე მოძრაობს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, რა თქმა უნდა კარგ შანსებს და შესაძლებლობებს მოგცემს ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის. მიზნები, რომელიც შეეხება კარიერას, სამსახურს, ჩვენ სტატუსს, ასევე ოჯახის საკითხებს, ფინანსურ საკითხებს, უძრავ ქონებასთან არსებულ სიტუაციებს. კარგი შესაძლებლობების პერიოდია და ამიტომ შეგიძლიათ იმოქმედოთ და დადებითად მოაგვაროთ თქვენი საკითხები. ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, გაზრდილია, რადგან სავსე მთვარეობა ეს ემოციების პიკს სრდის და ამიტომ აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხებთან. უარყოფითი თემები, რაც შეიძლება წამოწიოს, ეს შეიძლება ემოციური ფონი გაზარდოს და ამიტომ ფრთხილად იყავი კამათთან და დაპირისპირებასთან, განსაკუთრებით სამსახურში და ასევე ოჯახში. ეს სავსე მთვარეობა კარდინალურად შეცვლის სიტუაციებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იმოქმედებს იმ ნიშნებზე, რომელიც არიან კარდინალურ ნიშნებში დაბადებულები და ესენი არიან ვერძები, კირჩხიბები, სასწორები და თხის რქები. კარგ შესაძლებლობებს და შანსებს მოგცემთ მიწისა და წყლის ნიშნებს, ხოლო ნეიტრალურად იმოქმედებს ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებზე.